ჩვენ ახლა ვიმყოფებით გორში წმინდა წყლის დასახლებაში კვლელობის შემთხვევის ადგილას გაჩვენებთ თან კადრში მიმდებარე ტერიტორიას ეს არის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია სადაც აღნიშნული სისხლიანი დაპირისპირება მოხდა დღის პირველ ნახევარში როგორც თვითმხილველები გვიყვებიან გაიგონეს დაახლოებით 5 გასროლის ხმა და თავდაპირველად ჯერ შვილს მოხდა მამაშვილი არიან გარდაცვლილები როგორც აღნიშნა თავდაპირველად ტყვია მოხდა გიორგი ცაციაშვილს და უკვე ამის შემდეგ გიორგი ცაციაშვილის მამა დათო ცაციაშვილი გაედევნა მსროლელს მას ვინც მის შვილს ესროლა და სწორედ ამ დროს უკვე მამასაც მოხდა ტყვია და ის გადაიყვანეს კლინიკაში თუმცა ცოტა ხნისი დაგვიდასტურა გორმედმა რომ ის კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა რაც შეეხება გიორგი ცაციაშვილს 32 წლის ახალგაზრდა მამაკაცი სროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა და ადგილზევე დაიღუპა რაც შეეხება დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება რომ ამ აღნიშნული საქმე ხელყვალზე დააკავეს სერგო ახალკაცი 50 წლის მამაკაცი რომელიც ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება ბუნებრივია გვქონდა შეკითხვები იმასთან დაკავშირებით რა გახდა აღნიშნული მკვლელობის მოტივი როგორც ადგილზე გვიყვებიან მამაშვილი და ეს დაკავებული სერგო ახალკაცი მრავალი წლის განმავლობაში ერთ სივრცეში მუშაობდნენ გვერდ ჰქონდათ სავაჭრო ცენტრში სპორტული ტანსაცმლის მაღაზია წარსულში არ ახსენდებათ აქ მომუშავე ადამიანებს რაიმე ტიპის დაპირისპირება თუმცა გვეუბნებიან რომ ჯერ კიდევ გუშინდელიდან დაიწყო აღნიშნული კონფლიქტი თბილისში ლილოს დასახლებაში საიდანაც სარეალიზაციო პროდუქტი უნდა წამოეღოთ სამივე მათგანს სწორედ ლილოში დაიწყო აღნიშნული კონფლიქტი რომელიც დღესაც გაგრძელდა და დილიდან საკუთარი მაღაზიიდან გამოიყვანა სერგო ახალკაცმა დავით ცაციაშვილი მას შემდეგ რაც სავაჭრო ცენტრის გვერდზე განვითარდა ეს მოვლენები და მას შემდეგ რაც დაიგვიანა დავით ცაციაშვილმა უკვე მისი შვილი გავიდა მის სანახავად თუ რა ხდებოდა ადგილზე იმის გასარკვევად და უკვე ამის შემდეგ კონკრეტულად როგორ განვითარდა მოვლენები თვითმხილველებმა არიციან მათ ნახეს მხოლოდ ის რომ უკვე ადგილზე სისხლში ცურავდა ერთიც და მეორეც როგორც გითხარით გიორგი ცაციაშვილი ადგილზე დაიღუპა ხოლო მისი მამა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა რამდენიმე გასროლის ხმა გავიგე და რო გავიქეცით დავინახე რომ ეს კაცი უკვე ძირს იწყარა მამა შვილს ესროლეს მამაშვილს რა როგორც გავიგე ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა სამწუხაროდ მამა ძალიან ძიმეთ იყო ვერ გავიგეთ რა მოხდა რის ნიადაგზე როგორც ვიცი დაპირისპირება მოუვიდათ ბიზნესიდან გამომდინარე ორივე თანამშრომლები იყვნენ ერთ სავაჭრო სივრცეში ვაჭრობდნენ და ლილოშივე მოსვლია შეკამათება მე აქ განახდა გაგრძელდა და ესეთი უბედური შემთხვევით დავთავრდა არ მინახავ ზემოთ იყო და ამბობდნენ რომ უკვე გარდაცვლილიაო მამა ძირს იყო და თავის არედან იყო სისხლი მაგრამ ამბობენ რომ გულის არეში აქვს ნესროლი მამასა კი და ეს პირქვე დამხობილი იყო ეს მამაკაცი და თვითონ შეძლო და გადმობრუნდა მე რა ერთი ქალბატონი იყო ის თანამშრომელი რომელსაც თავი ეჭირა და ახლოს რომ მივედი უკვე ეს ძიმეთ სუნთქავდა სამი გასროლის ხმა გავიგე მე და ეს ქალის კიბირზე გავიქეცით მე ყველა რა და მაშინ მე 112-ში დავრეკეთ და ერთნაირი საქონლით ვაჭრობდნენ რაღაცაზე და მაღაზიაზე მოსულიეთ შელაპარაკება ჯერ გუშინა და ეხლა რავი ამ დილით მოხდა გუშინ სავაჭრო ცენტრში მოხდა ეს რა არა გუშინი ლილოში იქ მოსულიათ ლაპარაკი რავი შელაპარაკება ჭუბი არ დილით მოვედი 10 საათზე უკვე ეს ამბავი მომხდარი იყო მოხდა ეს მკვლელობა ორივე იყო ჩემი თანამშრომელი ესენი იყვნენ საოცარი სასწაული ხალხი ეს მამაშვილი დათო და მე 20-25 წლის მეგობრები ვართ ის მეორე ვინც არის მკვლელი არაკაცია ისიც იციცაკ იყო ჩვენი თანამშრომელი იყო ისიც არა იერახით არ უმოძრავია და ეგეთი რაღაცა მაგრამ არ ვიცი დანარჩენი რა მოხდა არ ვიცი მამამ ძიმეთ არის და ოპერაცია უკეთდა
შემთხვევის ადგილზე ფაქტობრივად დასრულებული არის უკვე საგამოძიებო მოქმედებები. ცოტა ხნის წინ გადაასვენეს გიორგი ცაციაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში, რაც შეეხება დაკავებულს. ეს არის როგორც გითხარით 50 წლის მამაკაცი სერგო ახალკაცი, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორშია. გამოძიება კი 19-119 მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ ყველობის მცდელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.